ეს დაბა შაუმიანია. მისგან დასავლეთით ტყეში საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ძეგლი მეგულება. ახლა სწორედ მისკენ მივეშურები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვნახულობ ისეთ სიძველეებს, რომლებზეც ინფორმაცია ძალიან მწირია. ან საერთოდ არ არსებობს და რაც არ არსებობს, შესაბამისად ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ასე დროს კი მისი გადაღებით თუ შემოვიფარგლები ხოლმე. დღეს სწორედ ასეთ ტაძარს ვნახავთ. მის შესახებ ვიცით სახელი, ბინაძორი, რაც გვიან შერქმეული უნდა იყოს. აქვე სიახლოვეს ძველი სასაფლაოა და შესაბამისად აქ ძველი სოფლის არსებობაზეც შეიძლება ვარაუდი. კიდევ შეუძლია ვთქვათ, რომ ტაძარი მე-12-13 საუკუნეებს განეკუთვნება. ამის უტყუარი ნიშანია აღმოსავლეთ სარკმელი და მისი მორთულობა. ასეთი ჩუქურთმები სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. ტაძრის სამხრეთ მინაშენს კი აქვს ისეთი ჩუქურთმიანი ქვები, რომლებსაც მე-13-მე-14 საუკუნეებში აკეთებდნენ. აქვე კიდევ ერთი ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ, რომ ტაძრის სამხრეთ მინაშენი სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ მთავარი ტაძარი აგებულია მე-12-მე-13 საუკუნეებში, ხოლო სამხრეთ მინაშენი 1 საუკუნით გვიან. ეს ტაძარი არის ფაქტიურად ესეთი ტყეში მიტოვებული, მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, შაუმიანის დასავლეთით დაახლოებით 5 კილომეტრში. მისი ამ ტაძრის მთავარი დეკორატიული ელემენტი არის ეს აღმოსავლეთ სარკმლის მორთულობა. მის შესახებ ფაქტიურად ბევრი არაფერი ვიცით, ამიტომ შემოვიფარგლები მხოლოდ ესე ვიზუალური დათვალიერებით. ვნახოთ ტაძარი გარედან, შიგნიდან რა მდგომარეობაშია. ის მოხატული იყო ადრე, მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი მხატვრობის. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და ბოლოს გიჩვენებთ ძალიან საინტერესო სიმბოლოს, რომელიც ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზეა გამოსახული.
ეხლა კი გიჩვენებთ შეპირებულ სიმბოლოს. ეს სიმბოლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ლოგოზეა გამოსახული. თუ რას განასახიერებს და რისი სიმბოლოა, შეგიძლიათ თქვენი ვერსიები კომენტარების სახით დაწეროთ. მსგავსი სიმბოლო კი ნანახი მაქვს სათხის ეკლესიაზეც, რომელიც კაზრეთის სიახლოვეს მდებარეობს და ძალიან საინტერესო ძეგლია. მომავალში დიდი ალბათობით მასაც გადავიღებ და გაჩვენებთ.